უიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდაც და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. ეხლა თუ ვინმეს გონია და ასეთი შეთქმულების თეორიის ტყვეობაშია რომ ევროპაში ჩადიხარ და წლების მანძილზე მუშაობ ერთ საკითხზე და ამ დროს სულ სხვა რაღაცას ამბობ საჯაროდ ესეთ რამ არ ხდება, მაშინ ევროპაზე აქვს აბსოლუტურად ამახინჯებული წარმოდგენა, შეუძლებელია საჯაროდ ერთი პოზიციონირება კონდეს და კულისებში სხვა, ჩვენ ყოველთვის მუშაობდით იმაზე, რომ საქართველოს ქართულ ხალხს არ შეხებოდა ის პრობლემები, რაც დაატყდა თავს ჩვენ ქვეყანას ივანიშვილის გამო. ივანიშვილი დიახაც უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და მათ შორის ცდილობს ამ თავის ქმედებებით რომ დაისაჯოს ნამდვილად ქართული ხალხი და ჩვენ ვცდილობთ რომ ქართული ხალხი არ დაისაჯოს და დაისაჯოს ის ადამიანები რომლებიც ივანიშვილს მხარს უბამენ. აი ეს არის მთავარი, ამიტომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ამას ვცდილობდით რომ თუ უვიზო მიმოსვლის საკითხი დადგებოდა დღის ეს რიგში, როგორც კონკრეტული ასე ვთქვათ ქმედებებზე პასუხი, უნდა შეხებოდა ეს არა ქართულ ხალხს, არამედ უნდა შეხებოდა კონკრეტულად ივანიშვილის ბანდის წევრებს. ხო, არა, ეს არის ტყუილი. კი ბატონო, კიდევ ერთხელ უპასუხებთ, ეს არის ცილის წამება და ტყუილი, ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველგვარი ეთიკური პრინციპების დარღვევით, ჭორების საფუძველზე, როგორც დასკვნას ისე აკეთებენ ხოლმე პროპაგანდისტული საშუალებები, რომ თითქოს და ვინმე მუშაობს ქართული ხალხის და ამის ფაქტი არ არსებობს, ფიზიკურად არ არსებობს. ყველა შეხვედრაზე და ყველა საჯარო დისკუსიის დროს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები, სადაც მათ შორის საჯარო როცა მიდისხობთ დისკუსია ევროპაში, სხვადასხვა პლატფორმებზე, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები მათ შორის აკეთებენ ხოლმე განცხადებას, რომ დიახაც უვიზო არ უნდა შეეხოს ქართულ ხალხს, ამიტომაც არ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის გუნდის ცილის წამება და ჭორი, რომელიც რა თქმა უნდა ცილის წამებიდან არის გამომდინარე, არის იქით ამ ხარეს. აქეთ ხარეს არის კონკრეტული ფაქტები. როგორ მუშაობთ ჩვენ დასავლურ კოლეგებთან იმისთვის, რომ ქართულ ხალხს ეს ყველაფერი არ შეეხოს. და ერთ საწყით ქართულში გამხარ 35 ნახევარი მილიარდი არის წლის ბიუჯეტი, რომელსაც განსაზღვრება. რამდენად პასუხობს ეს საზოგადოების გამოწვევებს და არსებულ პრობლემებს ზოგადად? არ ვიცით რა, ბიუჯეტის რაოდენობაზე მეტად უპასუხებს ის ქმედებები, რომელიც სინამდვილეში უნდა იქნას ხოლმე გადადგმული იმისთვის, რომ რეალურად კეთილდღეობა და ბიუჯეტი იყოს სასარგებლო და სარგებლის მომტანი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პენსიონერებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლებში შიმშილობენ და არა იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც გასაგებია, რომ დიდრდებიან ბოლო პერიოდის მანძილზე, ხო, მაგალითად ივანიშვილთან დაახლოებული პირები და ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ ასე ვთქვათ, განსხრომაში და რაღაც საოცარ სიმდიდრეში ცხოვრობენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, რაც არის ძალიან სამწუხარო, ამიტომ ამ სარგებელს და ამ ეკონომიკურ თოვლას, რაც ქვეყანაში იქნება, უნდა ხელში იგდებდეს არა რაღაც ჯგუფი ადამიანების, არამედ ქართულ ხალხზე უნდა ნაწილდებოდეს ეს იკეთება. ხო, ჩვენ რა თქმა უნდა ქონდა შეხვედრა და ზოგადად რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ყველა ტიპის ჩართულობა ევროპელი პარტნიორების, ყველა ინსტიტუციის, მათ შორის ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის საქართველოში მიმდინარე პროცესებში, საქართველოს დასავლეთის ნაწილად უნდა დარჩეს ყველა შემთხვევაში და ამისთვის აუცილებელია რომ არ გავწყვიტოთ ყველა ის ზაფი, რომელიც არსებობს დასავლეთსა და საქართველოს შორის, რაც შეეხება დოკუმენტს, ყველა დოკუმენტი, ყველა რეზოლუცია, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე ვიხილეთ, ასახავს ერთს, რომ ივანიშვილი რეპრესიების გზით, რეპრესიული კანონმდებლობის გზით ქვეყანაში ავტორიტარიზმს ოფიციალურად აფორმებს და არანაირ დემოკრატიას და არანაირ ევროპულ ასე ვთქვათ სტანდარტს ქვეყანაში არ ტოვებს. ამიტომაც შეუძლებელია რომ სხვა მოლოდინი არსებობდეს ალბათ სხვა ნებისმიერი მომავალში დოკუმენტის თუ რეზოლუციის მიმართ, ხო, რომელიც გამოქვეყნდება, რომელიც ასახავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. დემოკრატიის უკუსვლა არის საქართველოში. აზაი ხმანა ევროპაში აფასებთ ამიწევას და ხო, ჩვენ საუბრობთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკის მთავარი საგარეო პოლიტიკური შედეგი არის ის, რომ ჩვენ დასავლურ ცივილიზაციაში აღარ განვიხილებით ფაქტობრივად და თითქმის აღარ დაგვრჩა რამდენიმე აი ძაფი დაგვრჩა და რამდენიმე ბმა დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთთან გაფართოების შემდგომ შეხვედრებს რო არ ვიქნებით გათვალისწინებული, ამას
გულისხმობდა ის დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, იმიტომ რომ გაფართოების ისტორიაში, აი რაც გამოქვეყნებულ ანგარიშები პროცესში მყოფი ქვეყნების ყველაზე ცუდი დასკვნა გაკეთდა საქართველოსთან მიმართებაში. ანუ ჩვენ ისტორიაში შევედით როგორც უპრეცედენტო ნეგატიურ კონტექსტში. ამ ისტორიულად უპრეცედენტო ნეგატიური დასკვნის შემდგომ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ ჩვენ დავრჩეთ იმ პროცესში, სადაც თქვა 10-დან 9 ქვეყანას აქვს მეტნაკლებად დადებითი შეფასება და ჩვენ გვაქვს ისტორიულად ყველაზე ნეგატიური შეფასება. ხო, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ სამართლებრივ ბერკეტებს, ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით, მნიშვნელოვანია იმისთვისაც რომ პასუხი სამართლებრივად გაეცეს და პოლიტიკურადაც უნდა გაეცეს იმ თავარ პოლიტიკურ ნარატივს და არა სამართლებრივ ნარატივს, რომელიც აქვს ივანიშვილს, რომ თითქოს და 2003-დან 2012 წლამდე საქართველოში მოხდა რაღაც უარყოფითი პროცესები, ვარდების რევოლუციიდან დაწყებული ჩვენი ქვეყნისთვის პირიქით ისტორია გაამართლებს აუცილებლად და ჩვენც ამაზე პასუხს გავცემთ, რომ ყველაზე წარმატებული პერიოდი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღშენებლობისთვის იყო სწორედ რომ ეს 9 წლიანი პერიოდი, მათ შორის რუსეთის აგრესიის შეკავება იყო არა რაღაც პროვოკაცია, არამედ სწორედაც რომ ასე ვთქვათ, თავდაცვითი გმირული ოპერაცია, რომელიც არა მხოლოდ თავარსარდალმა, არამედ ჯარისკაცებმაც აღასრულეს, ანუ მთლიანობაში ეს კონტექსტი არის, რა თქმა უნდა, მთლიანად პოლიტიკური, თუმცა სამართლებრივი ნაწილისგან შედგება, რომელიც თუნდაც სტრასბურგისთვის არის მნიშვნელოვანი და ამიტომ ჩვენ ამ ბერკეტს გამოვიყენებთ. ну მოლოდინი შეუძლებელია იყოს პოზიტიური საკონსტიტუციო სასამართლოს კი არა ნებისმიერ ინსტიტუციის პირობებში საქართველოში სამწუხაროდ ივანიშვილი ამდენწლიანი მმართველობის შემდგომ პენეტრირებული არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში ეს არის ცნობილი თელი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც თუმცა ну ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ გარკვეულ დროს გარკვეული ასე ვთქვათ ქმედებების დროს რაღაც დონეზე ალბათ ვიღაცებს ყოველთვის აქვთ ხოლმე იმედი გულში რაღაც ნაპერწკალი იმედის რომ შეიძლება სადღაც სამართალი იპოვოთ თუმცა ну სამწუხაროდ 99% შემთხვევებში ესეთი რამ არ ხდება არა, საქართველოსთან დაკავშირებით კორუფციაზე როცა არის საუბარი და როცა ვნახეთ მართლა უპრეცედენტო უკრაინაზე უარესი კორუფციული სკანდალები, რომელიც არ თავდება და გრძელდება, კორუფციის გამო არ მომხდარა ის შეფასებები, რაც გაკეთა დასავლეთში, ჩვენთან მიმართებაში, კორუფციის გარდა არსებობს რიტორიკა, რომელთაც უბრალოდ კრემლის ნარატივების კოპირება ხდება ივანიშვილის მანდის მიერ და მათ შორის შემუშავებული არის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ზღუდავს ყველა სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებას და გარდა ამისა, პოლიტიკური ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები არიან დევნის და რეპრესიის ქვეშ. ამიტომ არანაირი რაღაც შემხებლობა და ორმაგის სტანდარტი ვერ იქნება. ეხლა მარტო კორუფცია რო იყოს ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ესეთი ანგარიშები და ესეთი შეფასებები დასავლეთ მხრიდან არ გაკეთდებოდა.